ერთი საათის წინ მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა ევროპელ ლიდერებთან. განხილვის თემა ძირითადად რუსეთისა და უკრაინის ომი იყო. ეს იყო ხანგრძლივი დისკუსია და როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მიდის. თუმცა ამის შესახებ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, ეს რთული საკითხია. უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით უსაფრთხოების პროტოკოლის შესანიშნავი იყო. საკმაოდ დიდხანს ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, ასევე გერმანიის, იტალიის, ნატოს, ფინეთის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, ნორვეგიის, დანიისა და ნიდერლანდების ხელმძღვანელებს. მოლაპარაკებები ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი აზრით, საქმე საკმაოდ კარგად მიდის. გასულ თვეს 27,000 ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არ უნდა მომხდარიყო არასდროს. ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დაიწყო. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ სიტუაციის მოგვარებას. ეს ბაიდენის პოლიტიკა იყო. ჩვენ ვცდილობთ ომის დასრულებას. ფიქრობ, რომ შედეგსაც მივაღწევ და სხვაებიც იმავეს გეტყვიან. რამდენჯერმე ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ომის დასრულებასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე.